სტუდენტური მოძრაობა დაიცავი ილიაუნის მიერ წამოწყებული უწყვეტი მარათონის მეშვეობით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად შეგროვებულმა თანხამ 9 მილიონს გადააჭარბა. თანხა სტუდენტები დიუშენის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ შექმნილ ფონდში გადარიცხავენ, რომელიც ბავშვების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდება. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ეტლის ყიდვა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დაავადების გამო გადაადგილება აღარ შეუძლია. ბავშვებს ასევე სჭირდებათ ადაპტირებული საწოლი, ფიზიოთერაპია, პერიოდული კვლევები და სხვა. ბედნიერი საქართველო მომელოცნოს თქვენთვის. ჯანმრთელობა, სიხარული, სიცოცხლე, ანონები. ყველა მოლოდი ეხლა 9 საათში შეგროვდა 12,000 12,000 ლარი გვაქვს. სტუდენტებმა უწყვეტი ლაივი 20 მაისს საღამოს დაახლოებით 17 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყეს. მისი მთავარი ორგანიზატორები მოძრაობა დაიცავი ილიაუნის წევრები არიან, თუმცა ინიციატივას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდებით შეუერთდნენ. თავდაპირველი მიზანი 100,000 ლარის შეგროვება იყო, რომლის მიღწევაც მათ 39 საათის განმავლობაში შეძლეს. მიუხედავად ამისა, სტუდენტები პირდაპირ ეთერს და ფულის შეგროვებას აგრძელებენ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არაჩვეულებრივი წამოწყებაა და მადლობა თქვენ, რომ ეს მხარს უჭერთ ბავშვებს და აი ამ საქმეს ემსახურებით. ყველაზე რთული მისია თქვენ დაგეკისრათ, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ რამდენი დღის განმავლობაში მოგიწევთ არ იცით, ხო და მე მოუწოდებ ყველა ადამიანს, რომ შემოგიერთდნენ, მოგისმინონ და გულთან მიიტანონ ის ამბავი ზოგადად, რაც ახლა ესე აწეულია საქართველოში და ეს ბავშვების თემა ვფიქრობ, რომ ესე რომ ვთქვათ, საწყისი უნდა იყოს იმის, რომ ბევრი ცვლილება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ბავშვების საკეთილდღეოდ და თქვენ იქნებით ამაში ისტორიულები. ძალიან კარგი წამოწყება არის და თქვენ თუ არა ესეთი ახალგაზრდები გადაარჩენენ საქართველოს, რომელსაც გული შესტკივა თავის ხალხზე, თავის ქვეყანაზე. რაც ხდება არის ნათელი მაგალითი იმის, თუ ამხელა მხარდაჭერა აქვს ამ ბავშვებს და ჩვენ ვინც სწორ მხარეს გავართ, რომ ამ ბავშვებს დავეხმაროთ, თან დავეხმაროთ არა სიტყვებით, არამედ იმ დროს, როდესაც უკვე მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაზე იბობს ამ დაავადების დამარცხებას და მარტო მედიკამენტები არ არის მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა არის მედიკამენტები, მაგრამ ეს არის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს, პაციენტებს აძლიერებს ამ ბავშვებს, რომლებიც პირველ ხაზზე არიან. ბრძოლის პირველ ხაზზე და ის საჭიროებები, რაც ამ ეტაპზე სჭირდებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელ დღეს ჩვენ ახლა ბექასთან ვიყავით და ეს საჭიროებები რაც იყო თითქმის დავფარეთ ბექას შემთხვევაში, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ადამიანი ვერ გამოდიოდა და არ გამოსულა ერთი ოთახიდან, თავის საცხოვრებელ სახლიდან. წარმოიდგინეთ იმის გამო, რომ საცხოვრებელ კორპუსს არ გააჩნია პანდუსი. ასევე სასმხაბარაცია ადამიანი და არ ქონდა უწყვეტი ენერგია, ენერგიის წყარო და ჩვენ ეს ყველაფერი თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, საწოლი, მაგი და ტელევიზორი, რომელიც ძალიან გაუხარდა და ჩვენი მხრიდან გენერატორი და პლუს ამას ის მხარდაჭერა რაც ვიგზენით თქვენ და რაც ვიგზენით ჩვენ ამ ყიდვის პროცესში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განვლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს. მშობლების შესაბამისი მედიკამენტების მოთხოვნით წელიწად 9-ზე მეტი აიბრძვიან, თუმცა უშედეგოდ. ამავე მიზეზით მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკვე 32 ღამე გაათიეს. მშობლებმა შექმნეს პეტიციაც, რითაც მათი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის წამლის დაფინანსებას ითხოვენ. პეტიციას უკვე 70,000-მდე ადამიანი აწერს ხელს. 19 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენი ფული გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან უნდა გამოიყოს და მთავრობა პასუხისმგებელია ხალხის ფული რაციონალურად დაიხარჯოს.